გამარჯობა თქვენ ნანიკოს პოდკასტს უყურებთ, მორიგი ეპიზოდი დაგიბრუნდით ეთერში, სანამ სტუმართან გადავიდოდე. გეტყვით და შეგახსენებთ, რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი დაგულე სპორტი, გააზიაროთ ჩვენი ვიდეოები, მოიწეროთ და აკომენტაროთ, ძალიან მნიშვნელოვანია ამ ყველაფრის გაკეთება იმისთვის, რომ ჩვენი გამომწერები გაიზარდოს და ბევრ ადამიანთან მივიდეს ჩვენი ეპიზოდი. ასევე გეტყვით იმას, რომ 5000 გამომწერზე ჩვენ გვექნება გათამაშება და გავათამაშებთ PlayStation-ს, ასე რომ ერთით მეტი მიზეზი გაქვთ იმისთვის, რომ ჩვენი გამომწერი გახდეთ. რაც შეეხება ჩვენ სპონსორებს, სამშენებლო ხელსაწყოების კომპანია, რომელიც ნებისმიერ ფაზაზე და ნებისმიერ მოთხოვნაზე არის მორგებული და სპორტული სახვევების მწარმოებელი კომპანია ჯაკა სპორტი. გარდა სპორტული სახვევებისა, ძალიან მრავალფეროვანია ამ კომპანიის პროდუქტები, რომელიც ჩვეულებრივ ცხოვრებაშიც შეგიძლიათ რომ გამოიყენოთ. რაც შეეხება, მე მგონი ყველაფერი ვთქვი, რაც შეეხება ჩემს სტუმარს, გიორგი პავლიაშვილი. გამარჯობა. სპორტული კომენტატორი, სპორტული ჟურნალისტი. გამარჯობა გიორგი, როგორ ხარ? გამარჯობა. კარგად, თავად, მადლობა მოწვევისთვის. და მეც მოუწოდებ შენ მაყურებელს და ვინც ჯერ არ გიყურებს იმ ხალხს რომ გამოიწეროს შენი არხი და ადევნოს თვალი შენ პოდკასტს. დიდი მადლობა. მეც მიხარია რომ ჩემი სტუმარი ხარ, რაღაცა აქტივობა შევამჩნიე რომ დაიწყე YouTube-ზე. იქნება თუ არა სტაბილური და განგრძობითი ხასიათის. გამოგიწერე. მადლობა, მეც უყურე შენს YouTube-იც საერთოდ ეხა იმავს ქენი, ხო იცი, ჩავერთე ამ იმებში. არა, ძალიან გასაკვირია, იმიტომ რომ YouTube-ში საკმაოდ პოპულარული პერსონა ხარ. ესე თუ დამიძახებდნენ ხოლმე სტუმრად, კი, მაგრამ ჩემი არც არხი მქონია არაფერი და ეხა შედარებით მეტი დრო გამომიშდა იმისთვის, რომ აი რაღაცა რაც მომეწონება ხოლმე გადავწყვეტ რაღაც ვიდეო ჩავწერ ხოლმე ალბათ მივყვები. ჯერ ერთი დავდე და შევხედე. ხო, დეპორტივოზე სხვათა შორის ფეხბურთის სტაჟიანი გულშემატკივრებისთვის, ვისაც კარგად ახსოვს როგორი გუნდი იყო დეპორტივო თავის დროზე და რამხელა პრობლემებს უქმნიდა ის გრანდებს ლა ლიგაში და მე მათ შორის ვარ, ვისაც ეს ახსოვს, ძალიან სასიამოვნოა ჩემთვის დეპორტივოს დაბრუნება. და ძალიან კაია და იმედია დარჩებიან ცოტა ხანი, ისევ არ გავარდებიან. რომ დაბრუნდნენ, ეს გამიხარდა და გადავწყვიტე რომ გამეხსენებინა ის პერიოდი და მაგას მიუძღვენი ვიდეო და მე ვნახოთ რაღაცებს მოვიფიქრებ ხოლმე ალბათ და კიდე ის მინდოდა მეთქვა რომ სხვათა შორის ხო რამდენი წელი გავიდა, მაგრამ მე მახსოვს რომ ალბათ ერთ-ერთი პირველი იყავ, ვინც სადღაც დამპატიჟა ბევრი წლის წინ 10, რავი 12, 13 არ ვიცი წელი ასული. მაშინ რადიოში როცა მუშაობდი და საერთოდ ერთ-ერთი პირველი ხარ, ვისაც რაღაც პოდკასტი ქონდა სპორტული თუნდაც საქართველოში. ნუ მაშინ პოდკასტი ნაკლებად ერქვა. ხო, მე YouTube-ზე წავიდებოდა ხოლმე. კი, YouTube-ზეც იყო ხოლმე რადიო იყო და YouTube-ზეც იდებოდა, ასე რომ ეგ ამბავიც გავიხსენოთ. რამდენი წლის წინ აკეთებდი შენ სპორტზე გადაცემებს. ხო, სხვათა შორის აი ახალი თაობის კომენტატორებიდან ნამდვილად ეგ შემიძლია ჩემს ესე ვთქვათ გარკვეულ პლუსად ჩავთვალო, რომ როგორც რესპონდენტი ძალიან ბევრი მათ შორის შენ, ტატო, გიორგი კალოტოზი, ანუ ეს ახალი თაობა, რომელიც ჩემში იწევდა სიმპათიას და პატივისცემას და შემდეგ წლებმა ეს დაადასტურა, რომ არ იყო ჩემი შეხედულება არასწორი, ხო, ვცდილობდი რომ ეს ადამიანები საზოგადოებისთვის გამეცნო. ნამდვილად ეგრე იყო და მადლობა მაგისთვის. გიო, დავიწყოთ რამდენიმე თემას მინდა შენთან შევეხო. საქართველოს ნაკრები პირველი, ორი ამხანაგური მატჩი ვნახეთ, რა დაგვანახა? ამ შეხვედრებმა მე რომ გითხრა სიმართლე დიდად აღფრთოვანებული არა ვარ თამაშის ხარისხებით და ზოგადად მიმდინარეობით, მაგრამ რუმინეთთან ფრე ჩვეულებრივ შემთხვევაში არ არის ცუდი შედეგი, ბაჰრეინთან გამარჯვება ლოგიკური, მაგრამ ჩემთვის უფრო მეც ითხოვდა თუნდაც ბაჰრეინთან დაპირისპირება. აი შენ რა დაინახე, რა დაგანახა ამ ორმა მატჩმა? ხო, მეც გეთანხმები პირველ შეხვედრას რო შევეხო, გამიკვირდა თამაშის მე რას თქო სანიულმა, რომ ერთ-ერთი ყველაზე კაი თამაში იყო, რაც ჩვენ ჩაგვიტარებიო. მე დიდად ვერ დავინახე, იყო კარგი მომენტები ესე რომ ამოკრიბო მაგ თამაშიდან, რაღაც კარგი კომბინაციები, მაგრამ ყველაზე მეტად მე მაგ თამაში რას დავინახე, პრინციპში
მეორე მატჩის დაახლოებით ეგეთი იყო, საერთოდ არ იყო ტემპი თამაშის. ანუ მე რაც მგონია რომ საქართველოს ნაკრებს დღეს უკვე ამ გამოცდილებით, ამ ფეხბურთელებით და განსაკუთრებით ნახევარდაცვა შეტევას რაც ეხება, უფრო მაღალ ტემპში უნდა თამაშობდეს საქართველოს ნაკრები, იმიტომ რომ ყოველთვის მით უმეტეს რაც დონე გაიზარდა ჩვენი გუნდის, ხო? ვეღარ შევძლებთ იმას, რომ ყველა ნაკრებთან მეორე ნომრად ვითამაშოთ. მოდი ვაღიაროთ, რომ ამ წლების განმავლობაში, თუნდაც სანიოლის ეპოქა რაც დადგა, გუნდი უკეთესად თამაშობდა ხოლმე უმეტეს თამაშებს, მატჩებს, მაშინ როცა მეორე ნომრად გვიწევდა თამაში. ანუ რაღაცა მყარად, კარგად დაცვაში თამაში და სწრაფი ამოსვლები დაცვიდან, ხო? ეგეთი შესაბამისი ფეხბურთელებიც ყავს. ჩაკვე იქნება კვარა თუ სხვები, გამქცევი ფეხბურთელები, მიქაუტაძე და უკეთესად გამოგდიოდა, მაგრამ მე ვერ დავინახე ამ ორ თამაშს და ჩემს პირველ რიგში მაგ მხრივ იყო საინტერესო, თუნდაც რუმინეთთან, იმიტომ რომ სახლში რუმინეთთან უკვე იმ დონის ნაკრები ვართ, რომ პირველ ნომრად უნდა ვითამაშოთ. ფაქტია, რომ თვითონ ის რუმინეთიც არ იყო ხა დიდად შემტევი, ხო, რომ არ გვაიძულებდა, რომ მეორე ნომრად თან დანაკლისებით იყო ესეთი დანაკლისი იყო. ხო, ჩვენს გქონდა დანაკლისი, მაგრამ შემადგენლობა მაინც საკმაოდ კარგი იყო და პირველ რიგში მე მაგ პრობლემას ვხედავ ჩვენ გუნდში, რომ თუნდაც საკუთარ მოედანზე როცა ვიქნებით ხოლმე და ერთა ლიგა რეალურად ეგ არის, ხო, ერთა ლიგაზე მინიმუმ საკუთარ მოედანზე ჩვენ მოგვიწევს ყველა გუნდთან პირველ ნომრად თამაში. არც უნგრეთი, არც უკრაინა, მით უმეტეს არც ჩრდილოეთ ირლანდია არ არიან ის გუნდები, რომლებიც ჩამოვლენ აქ თბილისში და წამოვლენ წინ და თამაშს გაგიხსნიან, რომ მე შენ კონშეტევაზე ისინი დაიჭირო და ყველაზე ცუდი და მით უმეტეს ამ ხანაგურებში ჯერთ საქართველოს ნაკრებია, ეროვნული ნაკრებია და მე მგონია, რომ ყველა მატჩი ძალიან მნიშვნელოვანია რა. ეხლა სამ თვეში ერთხელ გვაქვს 1-2 თამაში და ამ ხანაგურია და არაუშავს, ეგრე არ არის. ნაკრებში ყველა თამაში მნიშვნელოვანია და მე ამ ორ მატჩში პირველ რიგში ეგ ვერ დავინახე, რომ პირველ ნომრად თამაში ვისწავლეთ, ვიცით, მაგრამ გავაუმჯობესეთ. ეგ არ დამინახავს. ბაჰრეინს რაც შეეხება, ხო, სუსტი ნაკრებია და მით უმეტეს კვარაცხელიაც იყო უკვე მოედანზე. უფრო მაღალ ტემპში, უფრო აგრესიულად თამაში, მე მგონი შეიძლება და ორივე შეხვედრაში. პოზიტივს რაც შეეხება, რამდენიმე კარგი მოთამაშე შევნიშნეთ, ხო? კარგი იყო ხარებაშვილის დებიუტი ნაკრებში. მომეწონა ეგოიანის თამაში და არ გამკვირვებია, იმიტომ რომ ერედივიზიონში თამაშობს სტაბილურად ეგ ბიჭი და აშკარად ეთყობა, რომ აქვს ნიჭი და მონაცემები, ხო, ტექნიკურია, კარგი დარტყმა უშორიდან. ეს უახლოესი რეზერვი ნაკრების, რაც ალბათ თავარი პრობლემაც არის ჩვენი, რომ კი ყავს კარგი 11, 12, 13 ფეხბურთელი პირობითად, მაგრამ ნაკრებმა რომ მაღალ დონეზე სტაბილურად ითამაშოს დიდი ხანი, შენ გჭირდება 20-30 კარგი ფეხბურთელი, რომ უახლოესი რეზერვი იყოს და ვიღაცა რო ტრავმას მიიღებს, არ დავიღუპოთ მაგის გამო და კარგია რომ ეს ბიჭები გამოჩნდნენ და იმედია დაცვაშიც სტაბილურები იქნებიან, იმიტომ რომ კაშიას წასვლის მერე რეალურად გოგლიჩიძე, ლოჩოშვილი დვალი იგივე რომელსაც საერთოდ თამაშია ამ შეხვედრით მაგათ იმედად ვართ, ხო და მინდა რომ აი დაცვაშიც უფრო მეტი სიღრმე დავინახოთ უახლოეს მომავალში. გასაგებია რომ ამხანაგურ შეხვედრებს აბსოლუტურად სხვა დატვირთვა აქვს და ეს არ არის შედეგზე ორიენტირებული, თუმცა ჩემი შეხედულებით სანიორისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო დადებითი შედეგის დაფიქსირება თუ ერთ თუ მეორე შეხვედრაში. აი რაც შეეხება ბაჰრეინთან დაპირისპირებას, აი არ ვიცი, უნდა ქნიდეს თუ არა ბაჰრეინის დონის ეროვნული გუნდი იმდენ პრობლემას შეტევის ხაზისთვის, აი ასე მყარად შეუძლია თუ არა, უნდა იდგეს თუ არა ბაჰრეინი, როცა ჩვენი შეტევის ხაზი არც მინდა ჩამოვთვალო ის ფეხბურთელები, რომლებიც ამინც ქმნიან, მოკლედ წესით ვერა. ბაჰრეინის ნაკრები გავიგერო ახლა ყველა მისწავლა თამაში და ყველას თავისი მიზნები აქვს და რაღაცა აქვს იმათაც მოგებული და ასე შემდეგ, მაგრამ ფაქტია რომ სუსტი ნაკრები არის და ეგეთ შეხვედრები და თვითონაც ჩვენ ხო არ გვიქონს სანიოლმა თქვა რომ რატო ბაჰრეინიო საიდან მოიტანეთო რო კითხეს. ბაჰრეინთან ჩვენ შეგვიძლება რომ ახალი ფეხბურთელები გამოვცადოთ და რაღაც გამარჯვების გემო შევიგრძნოთ, გავიხსენოთ თუ რაღაც ამ წინასწარ გეგმავდნენ რომ ეგ თამაში უნდა მოიგო ხო თბილისში ბაჰრეინთან. რა თქმა უნდა, უფრო მეტ მომენტს ველოდი იმას, რომ ხა მეორე ტაიმამდე საქმე არ უნდა მისულიყო, რომ ესა ქვია, დაძაბული იყო ხო თამაში ბოლომდე, იმათაც რაღაცა ნახევრად მომენტები ჰქონდათ და ცუდი ზუსტად ეგ იყო, რომ კარგად ამოგობკეტეს, ასე ქვია პირველ ტაიმში. კი, მშვენივრად, ანუ ვერ ვქმნით მომენტებს და ის რაღაცა თავისუფალი თამაში, რასაც ჩვენ ვითხოვთ, აქ არ არის მარტო რა იყადაღებული ის, რომ ნაკრები ლამაზად უნდა თამაშობდეს თუ რაღაც. ნუ თამაშობ ლამაზად, მაგრამ მომენტი შექმენი ხო, მარტო ლამაზად თამაშზე ხო არ არის და
არ ვიცი, ხო, ბაჰრეინი ეგრე კარგად ვერ უნდა დაგიდგეს, იმიტომ რომ ჩვენ მერეც შეერეს ერთა ლიგა, მერე საკვალიფიკაციო ეტაპი იქნება, ასე შემდეგ. იქ სუსტი გუნდებიც იქნებიან და ხშირად მაგ სუსტ გუნდებთან ქულების დაკარგვა გვიჯდება ხოლმე ზვირად და ესეთ ნაკრებებთან ზუსტად ეგ მარტივად მოგება უნდა ვისწავლოთ, იმიტომ რომ ჩვენ თუ დავიჯერეთ და ვიცით, რომ რეალურად ერთი ნაბიჯით მინიმუმ ზემოთ ავიწიეთ და უკეთესი ნაკრები ყავს. სუსტ ნაკრებებთან უკვე თავისუფლად მოგება უნდა ვისწავლოთ, იმიტომ რომ იქ არის ხოლმე ხშირად ხო ეს თამაშები მიყოლებით არის ერთა ლიგაზე თუნდაც ხშირად ზედიზედ 3 დღეში 2 თამაშის ჩატარება გიწევს და რომელიღაც უსტი ნაკრები რომ მოხდება ჩვენ ჯგუფში იქ მეორე შემადგენლობით მოგებაც უნდა იცოდე რომ 3 დღის მერე დაღლილი ხალხი არ შემოუშვა იქ ძირითადი გუნდი ვინც უფრო ძლიერ ნაკრებთან უნდა ითამაშოს და ეგ დიდად ამორამხანაგურში ვერ გამოჩნდა რომ თუნდაც სუსტ ნაკრებთან შეგვიძლია თავისუფლად მოგება და ვერ გამოჩნდა შენი დონის ნაკრებთან ის რომ თბილისში პირველ ნომრად თამაში შეგიძლია შეგიძლია მაგრამ დიდად მაგან შედეგი ვერ მოიტანა რაც შეეხება მამარდაშვილის თემას, მე ერთულად მახსენდება ზოგადად ეროვნული ნაკრების მწვრთნელებისგან აი მსგავსი ტიპის განცხადებები, რაც შეიძლება კონკრეტული ფეხბურთელის საკლუბო კარიერას შეეხებოდეს. პრაქტიკულად სანიოლმა პირდაპირ თქვა მამარდაშვილის შესახებ, რომ მან კლუბი უნდა შეიცვალოს. თუ ესეთი არ მოხდა და გიორგი მამარდაშვილი დარჩა ლივერპულის მეორე მეკარად, განიხილავ თუ არა იმას, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების დარაჯი, როგორც ეძახიან, შეიცვალოს. იცი რა არის, მე მაგას მაინც არ განვიხილავ, იმიტომ რომ უახლოესი რეზერვი რაც არის, არ არის იმ დონეზე. მე ამას კი არ ვერჩე, გუგეშაშვილი კარგი მეკარეა, მაგრამ სამწუხაროდ არც მას აიწყო დიდად კარიერა, იმიტომ რომ წაიყვანა პაოკმა, რეალურად ძლიერმა გუნდმა, იქ თითქმის შანსი არ მისცეს, გაანათხოვრეს მერე უფრო სუსტ ბერძნულ გუნდში და იქაც თავიდან დაიწყო, მერე ისევ ამოაგდეს ძირითადი შემადგენლობიდან და აქ ის კი არა რომ მამარდაშვილის ამბავი უფრო არ არის, უახლოესი რეზერვის ამბავია, ხო მეორე მეკარე დღეს განიხილება ლორიას წასვლის მერე გუგეშაშვილი, რომელსაც ასევე არ აქვს სათამაშო პრაქტიკა და რაც შეეხება მამარდას, ხო, მაგას უახლოეს მომავალში რომ მან ადგილი დაკარგოს ძირითად შემადგენლობაში საქართველოს ნაკრებში არ განვიხილავ, მაგრამ სანიულმა რას თქვა აბსოლუტურად სწორია. იცი რა არის, შეიძლება ნახევარმცველი პირობითად ქოჩორაშვილი, ხო, რომელსაც შემიძლია კარგად ითამაშა ეს თამაშები საკმაოდ მიუხედავად იმისა, რომ მას ასევე არ ქონდა სპორტინგში მთელი სეზონი სათამაშო პრაქტიკა. მეკარისთვის კიდე ორმაგად რთული არის უპრაქტიკოდ გამოსვლა და მნიშვნელოვან შეხვედრებში კარგად თამაში და მესმის ხსანიოლის ნებისმიერი მწვრთნელი ისურვებს იმას, რომ რაც არ უნდა მაღალი დონის ფეხბურთელი იყოს, ჩამოვიდეს ნაკრებში სათამაშო პრაქტიკით და აქ არ დააგროვოს ეგ პრაქტიკა, ხო? აქ არ ნაკრებში არ ესწრება ეგეთი რაღაცეები. მეც ვისურვებდი რომ ამარდა იყოს ისეთ გუნდში, სადაც სათამაშო დრო ექნება, ეგ აუცილებელია სასიცოცხლოდ, იმიტომ რომ ერთი ისევ ახალგაზრდაა საკმაოდ და ამასაკში მეკარემ უნდა ითამაშოს აუცილებლად. რაც შეეხება ლივერპულს არ ვიცი, ხო იწერებდა იუვენტუსზე და არ ვიცი სად იქნება, ჩემს გადამწყვეტი მნიშვნელობა რომელ გრანდში ითამაშებს. ან თუნდაც არ იყოს გრანდი, იყოს არ ვიცი ასტონ ვილა ან ეგეთი გუნდი, ხო პირობითად. ნუ იქ მარტინესია გავიგე, ისე ვთქვი სიტყვაზე. არ ვიცი ვილია რეალში თუ რომელიმე ეგეთ გუნდში, მთავარი არის ჩემთვის რომ საქართველოს ნაკრებში როცა ჩამოდის, იყოს კარგ ფორმაში და შეუძლებელია კარგ ფორმაში იყო, როცა სეზონში 10-15 თამაში გაქვს სულ და იმას ელოდები, რომ ალისონმა ტრავმა მიიღოს და გამოხვიდე და ითამაშა. რეალურად რო ვთქვა, ლივერპულშიც ცოტა შანსი არ მიიღო, იმიტომ რომ ბრაზილიას ჰქონდა პრობლემები ამ სეზონში, ტრავმები, მაგრამ თელიანობაში იძულებითი შანსი იყო ბუნებრივია ეგ, მაგრამ ჰქონდა შანსი. მიიღო შანსები და ვერ ვიტყვით, რომ 10-იანზე შეასრულა და გამოიყენა ეგ შანსები, იმიტომ რომ იქაც ლაფსუსები იყო, ხო, შეცდომები ჰქონდა, ცუდი არ ყოფილა, მაგრამ როცა ლივერპულის შემადგენლობაში შანსი იღებ, იქ უნდა დაგლიჯო 10-იანზე კი არა 100-იანზე უნდა ითამაშო, რომ მე კიდე გქონდეს ეგ შანსი. პლუს აი სათამაშო ხარისხის მიღმა, აი აბსოლუტურად სხვა პუბლიკაა, მერსისაიდული პუბლიკა და ეს საქვეყნო ცნობილია და მათ უყვართ ძალიან მკაფიო ვარსკვლავები და პიროვნებები. ანუ არის თუ არა მენტალური პრობლემა ასევე მამარდაშვილის შემთხვევაში ის რომ მას არ აქვს პირდაპირ თქვათ კარგი პრესა
ბრიტანეთში და პლუს აი მეჩვენება რომ არც გულშემატკივრის ესეთი მხარდაჭერა არ აქვს. ხო, მაგას დამსახურება უნდა, აი ბრიტანეთი მაგიტომაც არის, ყველამ ვიცით და არც ღირს მაგაზე ლაპარაკი. აი პრესის ამბავში რა ხდება მანდ, ხო? მამარდაშვილი კი არა, შეიძლება სუპერ ვარსკვლავი იყოს, მთელი ცხოვრება რაღაც ასწავლები ქონდეს ნაკეთები და 2-3 ჯაგდებული თამაში არაპატიონ და საშინელებები წერონ და ილაპარაკონ. ეგ არის ბრიტანეთის ამბავი. ის ვალენსიაში, თუნდაც გრანჩი, ესპანურში ან იტალიურ ფეხბურთში შეიძლება გეპატიოს რაღაც შეცდომები, უფრო მხარში დაგიდგნენ, როცა ახალგაზრდა ფეხბურთელი ხარ. იქ ნაკლებად სანამ პრემიერ-ლიგაში არ დაამტკიცებ შენ, რომ რაღაცა წარმოადგენდა მაგარი ხარ. იქ ევროპის ჩემპიონატი ითამაშე და 10 სეივი გააკეთე თუ ლა ლიგაში, ვალენსიაში 3 წელი ისე ideki რომ საუკეთესო იყავი, დიდად არ აინტერესებთ იმას. მე კი ფეხბურთი როგორ არ უყვართ და ინგლისში თუ არ უყვართ, აბასად უყვართ, მაგრამ ღრმად ვარ ასევე დარწმუნებული იმაში, რომ პრემიერ-ლიგის იქით დიდად არც არაფერს არ უყურებენ, უმრავლესობა გულშემატკივრებს შორის. რაღაც უნდა უყურონ, საუკეთესო ლიგა თავის გუნდებს უყურებენ, ჩემპიონთა ლიგას უყურებენ, სადაც თავისი გუნდები გამოდი და ეხლა მამარდაშვილი შეიძლება ლივერპულის გულშემატკივართა სრულ უმრავლესობას სანამ არ მიიყვანეს არ იცოდნენ, მე დაგუგლეს ჰაილაითები და გასაგებია რომ ეხლა ეგეც ფეხბურთელს არ მხოლოდ მამარდას ნებისმიერს ეგეც თავიდანვე კარგი პრესა არ ექნება, შენ იქ უნდა დაამტკიცო და ის რომ ეხლა გამოვიდა და იფრინაო ვერ ვიტყვით ხო რაც ევროპის ჩემპიონატზე აკეთა რაც ვალენსიაში აკეთებდა პირობითად იქ ჯერ არ იყო და ეგ არის ზუსტად პრობლემა ჩასული ფეხბურთელებისთვის იქ ინგლისში რომ ბევრს არ გაცდიან, ბევრ შანსს არ მოგცემენ, იქ 2-3 შანსი და უნდა გამოიყენო ყველა რომ ყარად დაიმკვიდრო ადგილი და ჯერჯერობით ეგ არ ხდება სამწუხაროდ მაგას ხედავ მე მამარდაშვილის შემთხვევაში. აი ძალიან თვალშისაცემი იყო რუმინეთთან ჩაკვეტაძის ეფექტი. აი აბსოლუტურად სხვა არ ვიცი სხვა სურათს ქმნის, როცა ჩაკვეტაძე არის ეროვნული ნაკრების შემადგენლობაში და აბსოლუტურად სხვანაირად იწყებს გუნდი თამაშს. აი ჩაკვეტაძის შემთხვევაში როგორ უნდა განვითარდეს მისი საკლუბო კარიერა? არის დრო როცა დატოვოს ჩემპიონშიპი თუ აი ხო, იცი რა, პირველი პრობლემა ახალს არაფერს არ ვამბობ, არის ტრაუმები ჩაკვეტაძის შემთხვევაში. მთელი კარიერა გაწამდა, ხო, ეგ ბიჭი, ნუ გასაგებია და კარგია საბედნიეროდ რომ ეხ სერიოზული ტრაუმა არ იყო, მაგრამ მაგ შემთხვევაშიც, მაგ შეხვედრაშიც ტრაუმის გამო შეიცვალა. მე მგონია რომ ისედაც იქ რაც ისწავლა ჩემპიონშიპში, ხო, და რაღაცა ცვლილებები მის თამაში არის, რაც მარტო ინგლისში შეიძლება ისწავლო, ხო, უფრო მებრძოლი გახდე, ფიზიკურად უფრო მოძლიერდე, იმიტომ რომ სხვანაირად თუნდაც ჩემპიონშიპს ვერ ითამაშებ, ეგეც ძალიან მაღალი დონეა, სხვა სისტრაფეებია, სხვა ტექნიკური მონაცემები ერთ-ერთი რა ზარაკლია, ხო, ჩაკვეტაძეს. მე მგონია რომ ეგ ფეხბურთელი არის, როცა ფორმაშია, კვარას მერე საუკეთესო საქართველოს ნაკრებში აბსოლუტურად. მე ვერ ხედავ სხვა ერთ ფეხბურთელში ეგეთ ნიშს, როგორც ჩაკვეტაძეს აქვს. გარდა კვარასი კიდევ ერთხელ მეორებ და მე მგონია რომ აი ჩემპიონშიპი არ არის ეგ ადგილი, სადაც ჩაკვეტაძე უნდა იყოს ისედაც, უფრო პირველ ლიგას იმსახურებს, თუნდაც პრემიერ-ლიგა არ იყოს და მე მგონია რომ ჩაკვეტაძის სათამაშო სტილიდან გამომდინარეც არ არის ინგლისი ის ადგილი, სადაც ყველაზე უკეთესად წარმოაჩენს თავს. ალბათ ლა ლიგა იდეალური. ლა ლიგა იქნებოდა, ხო, სერია ძალიან არ მიყვარს ბოლო პერიოდის, მგონია რომ ცუდი ფეხბურთია ბოლო დროს იქ ძალიან, მაგრამ უფრო იტალიაშიც უკეთესად წარმოაჩენდა ჩემი აზრით თავის შესაძლებლობებს და მანდ პრობლემას ხედავ ჩაკვეტაძე კარგია ხოლმე უყურებ ხოლმე უოტფორდის თამაშებს როცა მოედანზეა და ისედაც შეფასებებს რასაც იმსახურებს გულშემატკივრებს როგორც შეაყვარა თავი ყველა მწვრთნელი ვინც არ უნდა მივიდეს უოტფორდში ამბობს რომ ის ვარსკვლავია და მაგარია მაინც პრობლემაა რომ სტატისტიკას ვერ აგროვებს ანუ გოლები ვერ გააქვს საგოლე პასებიც ძალიან ცოტა აქვს და მაგის გარეშე რთულია დაიმსახურო ყურადღება, ხო? შენ ყველას თამაშს აგენტებმა ძალიან მაგრამ უნდა იმუშაონ და ჩვენ კი ვიცით ჩაკვედაზე რა მაგარია, ხო? ან რა ხელა ნიჭი და შესაძლებლობები აქვს, მაგრამ ყურადღება თუ არ მიიქცია შენ სეზონში 10 გოლი თუ არ გაიტანე, 10 საგოლე პასი არ გააკეთე, ყურადღებას არ მოგაქცევს უფრო მაღალი დონის გუნდი და ტოპ 5-ის ჩემპიონატის წარმომადგენელი, თუნდაც საშუალო დონის გუნდი და მე მაგას ვისურვებ, არ ვიცი რა საპირებელია. არა უხოსნაირი აგენტი უნდა ყავდეს მაშინ. ხო, როგორ უნდა აღმოჩნდა ბარსელონაში, როცა ხარ არაუხო. არიან კარგი ფეხბურთი, ჩვეულებრივი ფეხბურთელები, რომელიც სუკარ გუნდებში თამაშობენ, რამდენია ეგეთი, მაგრამ ხო, მე ვისურვებდი მაგას, რომ თუ დარჩება, პირველ რიგში ტრავმა არ მიიღოს და მეორე რიგში აი უფრო სტატისტიკის დაგროვებას დაიწყოს ბევრი საგოლე პასი. რაღაცა კარგი გოლი რამდენიმე და ჯერა რომ უკეთეს გუნდს იმსახურებს ისედაც, მაგრამ გადავა უკეთეს გუნდში ჩაკვედაც.
ესე იგი, ერთა ლიგით განაახლებს საქართველოს ნაკრები ამ შესვენების შემდეგ მოკლედ თავის მატჩებს, აი როგორია შენი პროგნოზია? რა შანსები გვაქვს ერთა ლიგაზე, სადაც ჩვენი მეტოქეები არიან? უკრაინა, უნგრეთი, ჩრდილოეთ ირლანდია. ხო, ჩრდილოეთ ირლანდია. ხო, რთული ჯგუფია, ვერ ვიტყვით, რომ ადვილია, ან რომელიმე ნაკრები განსაკუთრებით უნგრეთი და უკრაინა ჩვენზე სუსტია, მე ვფიქრობ, რომ ორივე ჩვენზე ძლიერი ამ ეტაპზე მაინც. ჩრდილოეთ ირლანდიაზე მაგას ვერ ვიტყვი და ზოგადად ჩრდილოეთ ირლანდიურ ფეხბურთზე მაინც მაღალი აზრის არ ვარ, მაგრამ სტაბილურად რთული გუნდია ყველასთვის, რასაც უყურებთ ხოლმე ამ შესარჩევებში, ადვილად მიხვიდე და მაგ ირლანდიას მოუგო. კაია რომ მეორე ირლანდია არ არის, იმიტომ რომ ისინი სუგვიგებენ, მაგრამ ამათთანაც ალბათ ადვილი არ იქნება. ის თანაბარი ჯგუფია ისეთი, როგორც ჰქონდა პრინციპში მანამდე ჩეხეთი, უკრაინა, ალბანეთი და ახლობით ეგეთი ჯგუფია, სადაც ყველაფერი შეიძლება მოხდეს. იმედი მაქვს მე რომ ის არ მოხდება, რაც წინაზე მოხდა, იმიტომ რომ იქ ისეთი სტარტი გქონდა, ვერ წარმოვიდგენდი რომ საბოლოოდ ეგრე დავასრულებდით, როგორც დავასრულეთ და ცუდია რომ პირველ თამაშს უმაყურებლად ჩავატარებთ, იმიტომ რომ დასაწყისი არის ხოლმე ყოველთვის მნიშვნელოვანი და თბილისში გვაქვს თან თამაში და აუცილებლად მოსაგებია. ველოდები მაქსიმუმს. ეგ არ არის ჯგუფი, სადაც ვინმეს გაუკვირდება ნებისმიერი ნაკრების პირველ ადგილზე გასვლა. ასე რომ მე მგონია რომ შეიძლება აქ ბევრი ქულა დაიკარგება, ყველასთან ქულებს დაკარგავს, აქ არ იქნება ერთი გამოკვეთილი ლიდერი ჯგუფის, მე მგონი, რომელიც ადვილად მოიგებს მაგ ჯგუფს და აი მაგ ბრძოლებში მე იმედი მაქვს, რომ ჩვენ ვიქნებით ის გუნდი, რომელიც საბოლოოდ თუნდაც პირველ ადგილზე გავა. მაგის იმედი მაქვს, მე ჯერ ერთი ყველაზე ცუდი ნაკრები რო ყავდა ხოლმე, მაშინაც იმედიანად უყურებდი ყველა თამაშს და ყველა ჯგუფს და მით უმეტეს ახლა როცა რეალურად კარგი ნაკრები ყავს და თავარი არის ზუსტად ეგ, რომ ტრავმებმა არ შეგვიშალოს ხელი, იმიტომ რომ ამ ნაკრებისთვის ნებისმიერი წამყვანი ფეხბურთელის გამოკლება არის ხოლმე ძალიან დიდი დარტყმა რა. იქნება ეს ავიც კიტეიშვილი, იქნება ჩაკვეტაძე თუ კვარაცხელია თუ მიქაუტაძე. ძალიან რთული ხდება მე, იმიტომ რომ ყველასგან სანიოლმა იცის რას ელოდება. ყველასგან რაღაცას ველოდებით ისეც, რაც საბოლოოდ ეგეთ რთულ თამაშებში შენ წარმატების შესაძლებლობას გაძლევს და თუნდაც ერთი რო დაგვაკლდება ხოლმე კიტეიშვილი მაგალითად რო დაგაკლდება, უკვე ირევა იქ, იმიტომ რომ რეალურად ეხლა რაც არ უნდა ვილაპარაკოთ, ნახევარდაცვის სამეული ჩაკვეტაძე ხოჩორაშვილი კიტეიშვილია ჩვენთვის. მაქედან ერთის ამოკლებაც კი, ან ერთის ცუდ ფორმაში ყოფნაც კი, იქ რაღაცებს რევს ჩვენს თამაში. შეტევაზეც იგივე რაც ვილაპარაკე. ასე რომ თავარი არის რომ ტრავმების გარეშე და კარგი ფორმით შევხვდეთ ამ ერთა ლიგას და მე მჯერა რომ წარმატების შანსი გვექნება, თუმცა ძალიან რთული იქნება რა თქმა უნდა. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ყველა ელოდებოდა იმას, რომ საქართველოს ნაკრები გააგრძელებდა აი ამ მუხტის შემდეგ გააგრძელებდა პროგრესირება სამწუხაროდ ესე არ მოხდა. ბევრად ცუდად გამოიყურება საქართველოს ნაკრები დღეს ვიდრე 2 წლის უკან. არის თუ არა ეს იმის მიზეზი, რომ სანიოლი როგორც მწვრთნელი ვერ პროგრესირებს? ხო, პირველ რიგში მაგამდე მივდივართ ხოლმე, იმიტომ რომ რეალურად თითქოს დამტკიცდა სავით ის, რომ ევროპის ჩემპიონატის გამოძახილი იყო ეს პირველი 2 თამაში, პირველი თამაში ჩეხეთთან, რომელიც მგონია რომ შეიძლება ისტორიაში საუკეთესო თამაში იყო ჩვენი ნაკრების, მინიმუმ პირველი ტაიმი მაინც. მერე ალბანეთში ხოჩორაშვილის დარტყმა და ძალიან ცუდად ითამაშა ალბანეთმაც და ჩვენც, მაგრამ 3 ქულა ავიღეთ და თითქოს აი წავედით და გავუფრინდით, იმიტომ რომ ევროპის მერე ეგრე დასწრით. მაგრამ მერე რაღაცა ჩამოვედით ისევ მიწაზე თითქოს რა და ხო, პირველ რიგში მწვრთნელთან მიდიხარ, იმიტომ რომ რეალურად არც არაფერი არ მომხდარა, იგივე ფეხბურთელები ყავს, პირიქით უფრო გაზრდილი და გამოცდილება მიღებული მოთამაშეები არიან, ხო, ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს. და მწვრთნელის ამბავი არის ინდივიდუალურადაც კარიერა ბევრი ფეხბურთელის ისე განვითარდა, არ ვიცი, სიზმარშიც რო ვერ წარმოვიდგენდი. მარტო მე და შენ კი არა, ყველა მაგას ლაპარაკობდა და ანუ მარტივი ჭეშმარიტებაა ის, რომ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მაგას მოგცემდა და მოგცა კიდეც, რომ ქართველი ფეხბურთელების მიმართ კარგი ქვეყნებიდან, ჩემპიონატებიდან ყურადღება წამოვიდა და რამდენმა კარიერა გაიკეთა, ხო, რამდენი ფეხბურთელი დამსახურებულად, რა თქმა უნდა, უბრალოდ დაინახეს იქ ევროპაში, რომ ამათ თამაში შეძლებიათ და რა ვიცი კარგ გუნდებში გადავიდნენ, ხო, რეალურად ახლა უკვე აღარ გვიკვირს, რომ რავი, გავარდა ის მეცი პირობითად, მაგრამ ლიგა 1-ის გუნდში, ერთ გუნდში იყო სამი ქართველი ფეხბურთელი და ახსოვს მაყურებელს პერიოდი, როცა ვოცნებობდით, რომ ტოპ ჩემპიონატში ერთი ფეხბურთელი ყოლოდა. ეხლა ერთ გუნდში იყო სამი ფეხბურთელი, ხო? და კიდევ რამდენი არიან სხვაგან.
სანიოს რაც შეეხება მე ესე გადაჭრით მაინც ვერ ვამბობ ხოლმე რომ ვინა თუ არა გასაშვებია ეს კაცი შენ იმიტომ რაც გააკეთა ოღონდ არა მადლობა და სულ შენ იყავი შენ გენაცვალე ეგრე არ ვამბობ უბრალოდ მაინც ფიქრობ რომ მწვრთნელი შეცვლა ყოველთვის რაღაცა რთული გადასატანი არის ხოლმე ვინ მოვაჯერ ერთი რასიზმს როგორ იზამს ეს ვიცით შეჩვეული ჭირის ამბავში არა მაინც გონია რომ კიდე აქვს სანიოს რესურსი რომ ისევ დაალაგოს ეს გუნდი და აი ეს ერთა ლიგა ჩემთვის გადამწყვეტი იქნება მაგ მხრივ. აქ წარმატების შემთხვევაში კი ბატონო, ანუ პროგრესი არ შეუწყვიტავს მას. მეორე მხრივ საქართველოს და უფრო მარტივი რატომაც იყო რაღაც წარმატებების მიღწევა, მაინც არ გვიყურებდნენ სერიოზულად. სხვა გუნდები იმხელა ყურადღებას არ გვაქცევდნენ და რაღაცა პირველი ეფექტი იყო თუნდაც ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მე ევროპის ჩემპიონატზე თამაში. იმის მერე ხო ყველამ ნახა რომ კვარაცხელია ყავს, კარგი ფეხბურთელები ყავს, წარმატების მიღწევა შეიძლება უფრო სერიოზულად გიყურებენ. შეიძლება რომელიღაცა კარგი გუნდის მსმენელს ჩვენი თამაში არც ენახა ჩვენთან შეხვედრამდე და ისე გამოსულიყო მოედანზე და კვარაცხელია შეიძლება იცოდეს, მაგრამ სხვები არ იცოდნენ, ხო? პირობითად ვამბობ რა. ეხლა მაგას არავინ არ იზამს, უკვე გიყურებენ როგორც სერიოზულ ნაკრებს, სერიოზულად ემზადებიან, შიფრავენ ბოლომდე და არ ვიცი რამდენად გაიშიფრა ბოლომდე სანიოლი იმედია ეგ არა და ეგ ამბავი არ არის და იმედია კიდე დარჩა რაღაცა კოზირები რის ხარჯზეც სიახლეები უნდა შესთავაზოს მეტოქე გუნდებს სულ ერთი და იგივეს თამაშით და რო ვთქვათ ეხლა ბრაზილიასავით თამაშობთ არ არის ეგრე ყოველთვის არის ზრდა საჭირო და იმედი მაქვს ეგ რესურსი ჯერ კიდე დარჩა ვილის იწყება მსოფლიოს საფეხბურთო ჩემპიონატი, მთელი 4 წელი ფეხბურთის გულშემატკივრები ამ დღეს ელოდებიან და ბუნებრივია ჩვენც ვართ მათ შორის რას ელოდები 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატისგან 48 გუნდიანი გვაქვს წელს პირველად ეს რას უზავს მუნდიალს სათამაშო ხარისხს, აი როგორია შენი მოლოდინება? ისა მაგაზე ხო რაც გადაწყდა 48 გუნდიანი უნდა იყოს, ყველა გულშემატკივარი ფიქრობთ რომ რა იქნება და რა არის ეს 48 გუნდი და ასე შემდეგ, მაგრამ და მეც უფრო იმ კატეგორიაში ვარ რომ მსოფლიოს ჩემპიონატი ყველაზე მაღალი ხარისხის ტურნირი უნდა იყოს და საერთოდ 16 გუნდი რო იყო, ვინც ნანახია გამომე რომ ის მომწონდაო რაღაც ამბობს რომ ეს 32 იყო კარგი, მაგრამ საბოლოოდ როგორც ყველაფერს ამასაც დადებითი მხარეც აქვს და უარყოფითი. საქართველოს ნაკრებზე ვლაპარაკობდით და როგორც ქართველმა, რა თქმა უნდა, მიხარია რომ უფრო მეტი შანსი გაქვს, რაც გახდა 48 გუნდიანი, რომ ოდესღაც მოხვდეთ. საბოლოოდ მან მოხვედრა რომ ისევ არ არის მაინც და მაინც მარტივი, აგერ ჩვენ მაგალითზე დაადასტურდა რომ ახლოსაც არ ვიყავით ხო ამ შესარჩევიდან. ასე რომ მაინც რთული არის განსაკუთრებით ევროპის ზონისთვის იქ მოხვედრა, ვიღაცეებისთვის გამარტივდა ევროპისთვის იმდენად დიდად არაფერი არ შეიცვალა, რამდენიმე ადგილი დაემატა სულ. თლიანობაში მოგცემს ჩემი აზრით იმას, რომ ჯგუფურ ეტაპზე იქნება უფრო მეტი უინტერესო თამაში, იმიტომ რომ გასაგებია რომ ვინც იქ გადის ახლა სამოყვარულო გუნდი არც ერთი არ არის, რომ პირველად გაიგეს ვიღაცებმა და მე შეიძლება რაღაცა ქვეყნებიდან აკრებები, მაგრამ ავი ახლა კურასაო რო აიღო და ის ჰაიტი და ვიღაცები, იმათაც ყავთ რო ჩახედავ შემადგენლობას, ყავთ ფეხბურთელები რომლებიც თამაშობენ რა იმ ერედივიზიონებში და რაღაცებში და თამაში იციან, შემთხვევით არ მოხდნენ, მაგრამ მიუხედავად ამისა იქნება თამაშები, სადაც ეს გრანდები გაილაღებენ მაგათთან და დიდი ანგარიშებით მოიგებენ. საბოლოოდ ველოდები ისევ აიმ პირველი პლეი-ოფიდან, მე-16 ფინალიდან სერიოზულ თამაშებს, იმიტომ რომ ჩავხედოთ ჯგუფებს მესამე ადგილიც რო გადის, ეგეც კიდე ჯგუფური ეტაპის ინტრიგას უფრო აგდებს ქვემოთ, იმიტომ რომ რთულია რომ კაი გუნდი ჩარჩეს და არდა მსოფლიოზე ყოველთვის არის ხოლმე ინტრიგა, რომ ვიღაცა გრანდი სულ რჩება 1-2 ხო ჯგუფში, ანუ უჭირს გასვლა და ბოლო წამებში წყდება ხოლმე გავა თუ არა. 32 მე-16 ფინალიდან რასაც შევხედე, აი ეს ისინი რო არის პრედიქშენები და რაღაცები ხო, შენით რო აწყობ ყველაფერი თუ ისე წავიდა როგორც ლოგიკური, ანუ გრანდები არ ჩარჩნენ ჯგუფში და ეგ არ ვიცი რანაირად უნდა მოხდეს, ძალიან კაი წყვილები ჯდება უკვე მე-16 ფინალიდან. უფრო მეტი თამაშია და ეგ ცუდი არ არის. ერთ-ერთი ცუდი არის ის, რომ შუაღამისას არის დროის არტყელი. ჩვენთვის ახლა რას ვიზამთ, ვერაფერს ვერ ვიზამთ და წინასწარ ვერ ვიტყვი გაამართლებს თუ არ გაამართლებს, მე ჩვეულებრივად ველოდები, ადრე უფრო ველოდებოდი, მაგრამ ეგ ახლა გასაგებია პატარა ვიყავი უფრო და უფრო სხვანაირად მიხარო და ახლა უფრო სხვანაირად მიხარია, მაგრამ მსოფლიო ჩემპიონატი მე ზოგად სანაკრებო ფეხბურთი უფრო მიყვარს მაინც, უფრო ველოდები ხოლმე ყოველთვის, თუნდაც ჩვენი ნაკრებიდან გამომდინარე.
როცა არის ხოლმე ეს ხო არის ხალხი ვისაც ძალიან არ უყვარს ანაკრებო მე არ პაუზები. მიყვარს. ხო, ნუ აი ნუ ახლა მსოფლიო ჩემპიონატს არ ეხება, მაგრამ აი განსაკუთრებით შესარჩევები. არა, ამხანაგურები მიშლის აი ნერვებს. ხო, მაგრამ მე არა, მე სულ ველოდებოდი ხოლმე, იმიტომ რომ ჩვენ ნაკრებს უნდა ეთამაშა და ჩვენი საგულშემატკივრო რომ მქონდა რაღაცა. ისედაც მსოფლიოს და ევროპას, თუნდაც კოპა ამერიკას ძალიან დიდი ინტერესი ველოდები ხოლმე. ნახოთ, ცუდი არ არის საბოლოო ჯამში ბევრი თამაში იქნება უფრო ვიდრე აქამდე იყო ხო. აი ჩემთვის ძალიან საინტერესოა თურქეთის ნაკრები, რომელიც ბოლოს იყო 2002 წელს ხო, მსოფლიო ჩემპიონატზე ხო. საერთოდ ძალიან კარგად იასპარეზა მაშინ თურქეთის ნაკრებმა მახსოვს ეგ ჩემპიონატი. ეგ არის პირველი ჩემპიონატი, რომელიც მახსოვს მეც, მსოფლიო ჩემპიონატი. ძალიან კარგი იყო თურქეთის ნაკრები. რაღაც დაახლოებით მსგავს ველოდები წელსაც ბუნებრივია რომ მეორე ეშელონის ნაკრებია თურქეთი აი საერთოდ აი ამ კატეგორიის ნაკრებებიდან ვისგან გაქვს მოლოდინი რომ ხმამაღალი იქნება გამოსვლა მსოფლიო ჩემპიონატზე? გეტყვი, აი მაროკოს აღარ ვიტყვი, იმიტომ რომ აღარ იქნება წინაზე ნახევარფინალში იყვნენ და ვისაც არ უნდა დაუსვა ეგ კითხვა რომ აი ვისგან ელი, ვისგანაც არ ელიან. ბევრი იტყვის მაროკოს, იმიტომ რომ რეალურად ძალიან კაი ნაკრებია, მაგრამ აღარ ვიტყვი, იმიტომ რომ არ მგონია ისევ ნახევარფინალში გავიდნენ. თურქეთს გეთანხმები, იმიტომ რომ ჩვენ თავზეც გამოვცადეთ და მართლა ძალიან რეალურად ძალიან კარგი ნაკრებია. ძალიან ნიჭიერი გუნდია, კარგად ერწყმის გამოცდილება და ეს ახალგაზრდები, მართლა კარგი ფეხბურთელები ყავთ. უბრალოდ თურქეთს რაღაცნაირად ახასიათებს ხოლმე, სადღაც გამოვლენ და დაგლეჯენ ისე ითამაშებენ, 5-0-ს მოუგებენ ვიღაცას და მე რამდენი გვახსოვს, თუნდაც უკვე ეს ნაკრები რო იყო, 3-0-ები, 4-0-ები, რაღაცა არარსებულ ნაკრებებთან. ანუ რაღაცა არასტაბილური არის ძალიან და მაგიტო ბოლომდე ვერ ეყრდნობი ეგეთ გუნდს, მაგრამ თავისი ნიჭით და პოტენციალით მე მგონია რომ თურქეთს აქვს შანსი რომ წვრთნელითაც თუნდაც მონტელა ხო და აქვს შანსი რომ იაროს და კიდე ეგეთი ნაკრებია ჩემთვის ეკვადორის ნაკრები, რომელსაც დავაკვირდები, იმიტომ რომ რასაც უყურე მე ამ სამხრეთ ამერიკის შესარჩევში ძალიან სერიოზული გუნდია. ოღონდ ეგენი ხ ვერ ვიტყვი რომ აი თურქეთი კარგ ფეხბურთს თამაშობს ჩემი გადმოსახედიდან. ეკვადორი კარგ ფეხბურთს არ თამაშობს, ძალიან მძიმე ნაკრებია. მაგრამ სამხრეთ ამერიკიდან მე იმასაც ველოდები რომ ხო არის ხოლმე არგენტინა, ბრაზილია და მე ურუგვაისგან ველოდებიან ყოველთვის. მგონია რომ ეკვადორი ურუგვაიზე წინ წავა, კოლუმბიაზე წინ ასევე კოლუმბიაზეც, ანუ მგონია რომ მესამე, ნუ ბრაზილია, არგენტინამ თუ რამე არ მოიგონეს და იარეს ისე როგორც საჭიროა, მესამე ნაკრები სამხრეთ ამერიკიდან ეკვადორი იქნება. აი მე დავაკვირდები ეკვადორის ნაკრებს, მაგრამ ეგენი მგონია რომ შეიძლება იყვნენ dark horse როგორც ეძახიან რა ამ ჩემპიონატში. მსოფლიოს 2026-ის ჩემპიონატი იქნება მწვრთნელების დაპირისპირება, იქნება ლიდერი ფეხბურთელების დაპირისპირება, აი როგორ აი რა სკოლების დაპირისპირებას ელოდები? ხო. ერთი იქნება კიდე ბებერი ხალხის დაპირისპირება, იმიტომ რომ ყველაზე ასაკოვანი ხო? კი, ანუ მესი, რონალდოს და მოდრიჩს თავი დავანებოთ, კიდე ბევრი ფეხბურთელია ახლა რო არ ჩამოვყვეთ. ისეთები, რომლებიც აი თავის ქვეყნის ლეგენდები არიან და ბოლო მსოფლიოს ითამაშებენ. რაც შეეხება შენს კითხვას, არ ვიცი რა არის, ეგ ადრე უფრო იყო ხოლმე ალბათ მსოფლიოს ჩემპიონატი ყოველთვის ვეტერან გულშემატკივრებს და სტაჟიან გულშემატკივრებს სულ მაგას ამბობდნენ, რომ ველოდებით აი სხვადასხვა სკოლის დაპირისპირებას, ხო იქ აფრიკელი ჩამოვა და გვაინტერესებს რა სიზამს იქ სამხრეთ ამერიკელებს რა აქვთ მომზადებული აქ ევროპელებს, მაგრამ ბოლო წლებში და თანამედროვე ფეხბურთი მაინც ძალიან დაემსგავსა რა, ყველა კონტინენტი ერთმანეთს, იმიტომ რომ ყველა ერთნაირი ფეხბურთს თამაშობს რაღაცნაირად. ბევრი წელია აღარ ელოდები შე რომ იქ ვიღაცა ნიგერია გამოვა და რაღაც განსხვავებულს განახებს, ხო? აღარ ელოდები რომ ვიღაც თუნდაც აზიელი გამოვა და რაღაც მაინც ერთნაირი გახდა რაღაცნაირად და მაგიტო ბოლო მსოფლიოს ჩემპიონატებზე ეგეთი სიახლეები მაინც ეგეთ თვალშისაცემი არ არის ხოლმე, მაგრამ მთლიანობაში ნებისმიერი მსოფლიო რაღაცას გიტოვებს მაინც. მე ვფიქრობ, რომ სამხრეთელებისგან და არგენტინას გულშემატკივრობდა სამხრეთ ამერიკულ ფეხბურთს ზოგადად, მაგრამ
არ ველოდები ეს ფეერიულ თამაშს. მე არგენტინის იმედი მაქვს ამ მსოფლიო ჩემპიონატზე, მაგრამ მგონია რომ ძიმე გუნდი იქნება და თუნდაც ბრაზილია, ანჩელოტი ამ წვრთნელი წესით ჩემტევი უნდა იყოს, მაგრამ ბრაზილიელებიც იმხელა წნეხის ქვეშ არიან ამ წარუმატებლობების გამო, რომ აი მოდით ან ვითამაშოთ, ვიფრინოთ და ისე მოვიგოთ, ეგ ამბავი არ იქნება. მაინც საბოლოოდ მივედით იქამდე, მივიდა ფეხბურთი იქამდე, რომ პრაგმატული გახდა ძალიან რა. ეგ იმას არ ნიშნავს საერთოდ, რომ სანახაობრივი და კარგი თამაშები აღარ იქნება და აგერ ჩემპიონთა ლიგაზე რაც არ უნდა პრაგმატიზმი შეერიოს და შემოგვეწიოს, ასე ვთქვათ. თანამედროვე ფეხბურთში მაინც ძალიან კაი თამაშებია ხოლმე, ხო? PSG ბაიერნი რა იყო და ინტერი ბარსელონა წინა სეზონში. ეგეთი თამაშები იქნება. მაგრამ სკოლების დაპირისპირებას რაც შეეხება, მე ვფიქრობ არ გავცდებით კონტინენტებს და ისევ ევროპა ან სამხრეთ ამერიკა, ანუ ახალი ჩემპიონი არ იქნება. ახალი ჩემპიონი შეიძლება იყოს, მაგალითად ნიდერლანდებს არ აქვს ოპირობითად მოგებული, ანუ გრანტს, მაგრამ ან სამხრეთ ამერიკული ნაკრები მოიგებს, ან ევროპული ისევ, ჩემი აზრით. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატი არ ვიცი პლანეტისთვის მნიშვნელოვანი იყო, პლანეტის უდიდესი ნაწილისთვის მოდი ეს დავკონკრეტდები, იმიტომ რომ გულშემატკივრობდა თუ არა არგენტინის ეროვნულ გუნდს, მესი რომ გამხდარიყო მსოფლიო ჩემპიონი, ეს ბევრი ადამიანისთვის, მოკლედ მილიონობით ადამიანისთვის იყო ძალიან მნიშვნელოვანი, მათ შორის ჩემთვისაც, რომელიც არ არის რეალურად არგენტინის გულშემატკივარი ნაკრებებში. ახლა ერთით მეტი მოტივაცია აკრიშტიანუ რონალდუს, რომ როგორმე ამ თვალსაზრისითაც გაუთანაბრდეს მესის და პლუს ამას პორტუგალიას ყავს ძალიან გამოკვეთილად კარგი ნაკრები. არის თუ არა პორტუგალია მთავარ ფავორიტებში წელს? კი, ხო, ნიდერლანდები ვახსენე წეგან, ვისაც არ მოუგია მეთქი და პორტუგალია ნომერ პირველი ეგეთი ფავორიტი, ახალი ჩემპიონი რო ყავდეს, იმიტომ რომ არა მხოლოდ იმ გუნდებში, ვისაც მსოფლიო არაზრს არ მოუგიათ ყველა გუნდში, მე მგონია რომ ტოპ 3 ფავორიტში არის პორტუგალიის ნაკრები. შემადგენლობით მე ვფიქრობ, რომ საფრანგეთთან ერთად შეიძლება ყველაზე ძლიერიც არის ეს პორტუგალია. მართლა სასწაული შემადგენლობა ყავს და როგორ ფორმაში არიან ფეხბურთელები, ხო? იმედია, იგივე ჟოაო ნევეში და ვიტინია დიდად არ გადაიღალნენ, იმიტომ რომ მართლა რთული სეზონი ჰქონდათ ჩემპიონთა ლიგაზე ხლიგა ერთს გარეხება. ბრუნოა, რომელმაც იფრინა პრემიერ ლიგაში და საგოლე პასების რეკორდი დაამყარა, ჯერ მარტო ეგეთი ნახე ბერნარდო სილვა, ეგეთი ნახევარდაცვა რო ყავს, ნუ არ ვიცი საერთოდ რაზე არის ლაპარაკი. რა თქმა უნდა არის ჩემთვის პორტუგალია ერთ-ერთი მთავარი ფავორიტია. უბრალოდ ხშირად ყოლია პორტუგალიას რეალურად ძალიან კარგი ნაკრები და სულ აკლდება რაღაც. თავარი არის რომ ეგ რაღაც ისევ არ დააკლდეთ და მგონია რომ მინიმუმ ნახევარფინალში ეს პორტუგალიის ნაკრები როგორ ვერ უნდა გავიდეს, არ ვიცი. თავარი არის ის რომ რონალდოს მოტივაციას რაც შეეხება, ხო ახლა რონალდო მაგითი არის გამორჩეული ფეხბურთის ისტორიაში, რომ შეიძლება ყველაზე მოტივირებული ფეხბურთელია ყველა დროის. ეგეთი მოტივირებული ადამიანი და კაცი საერთოდ არ მინახავს ახლა ამდენი რამე მოიგოს ვიღაცას და მართლა ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო იყოს და 40-41 წლის ასაკში კიდე ეგეთი მოტივირებული იყოს პორტუგალიის ნაკრებთან როგორი იქნება, ნახავთ და ალ-ნასრში რაებს აკეთებდა ხო მთელი სეზონი, რომ როგორმე ჩემპიონატი მოიგო და კარგია რომ მოიგო საბოლოოდ. თუ რაც მივიდა, არ ქონდა საოცარ არაფერს ჩემპიონატი მოგებული. იქ იყო სასწაულად მოტივირებული, სკამზე იჯდა თუ მოედანზე იყო, არ ვიცი. ეგ გამოარჩევს რონალდოს ყველასგან, რომ შეიძლება მართლა ისტორიაში ყველაზე მოტივირებული კაცია და ველი პორტუგალიისგან ველი საშიში გონია ძალიან. ესპანეთი თავის დელაფუენტეთი და თავისი შემადგენლობით, რომელიც მართლა შთამბეჭდავად გამოიყურება და ბუნებრივია მე-21 საუკუნის თითქმის ყველა დიდ ფორუმზე, ნუ მოდი ესე ვთქვათ, 2008 წლიდან მოყოლებული ესპანეთი არის ფავორიტთა შორის. ხო, მაგრამ ესპანეთის პრობლემა ის არის 2010 წლის მერე რაც მოიგეს ისტორიაში პირველად თავისი მსოფლიო ჩემპიონატი, მე მგონი მერვედ ფინალს ვერ გასცდნენ ვერაზროს. მეოთხე ოთხში ნახევარფინალში ნამდვილად არ გასულან. ან მერვედ ფინალში ვარდებიან სულ და ან შეიძლება მეოთხე ფინალში იყვნენ ერთხელ ზუსტად არ მახსოვს. ფაქტია რომ 2010-ის მერე კარგი მსოფლიოს ჩემპიონატი ესპანეთს აღარ ქონია, მაგრამ რომ მეკითხებიან ხოლმე ვის მიიჩნევ ფავორიტად,
შემადგენლობა ნამდვილად არ ყავს ესპანეთის ყველაზე ძლიერი, საფრანგეთი, პორტუგალია იგივე მათზე ძლიერი მგონია მე. მაგრამ ყველა ძლიერი გუნდი მაინც ესპანეთი მგონია, ვინ ჩადის. შეიძლება ვინმეს გაუკვირდეს ხარ თუ მარტო შემადგენლობაზე არ არის ძლიერი. მე რაც ნახე ესპანეთის ნაკრები გუნდია, გუნდი. ხო, ევროპის ჩემპიონატზე. თუნდაც რაც ნახე აი ჩვენი დონის ნაკრებებთან, ჩვენ შევთანხმდით იმაზე, რომ აღარ ვართ სუსტი ნაკრები, ან საშუალო დონის ნაკრები ვართ მინიმუმ. რანაირად შეუძლია ესპანეთს რომ ერთხელ კარში არ დაგარტყმინოს კი არა, კარისკენ არ გაგახედოს. როგორ თამაშობენ პრესინგს, როგორ ფლობენ ბურთს, ან როგორ მიდიან ართმევაზე, ძალიან რთულია მაგ ნაკრებთან თამაში. მე დარწმუნებული ვარ, რომ აი მეტოქე გუნდებისთვის ესპანეთთან თამაში არის ტრაგედია. არა იმიტომ რომ გამორიცხულია მოუგო, მაგრამ აი მაგზების ძიება როგორ შეიძლება მოუგო, არის ურთულესი ამბავი თავისი ფილოსოფიიდან, სტილიდან გამომდინარე. ეგრე ვერავინ ფლობს ბურთს როგორც ესპანელები, განა ის რომ რაღაცა ესპანეთის ყველაზე ტექნიკური მოდი, ეგეც არ არის. სტილი აქვს ეგეთი სათამაშო. ეგრე არავინ მიდის ართმევაზე, ჯგუფური პრესინგი, როცა მორბიან გიჟებივით რომ ბურთი წაგართვან. და საბოლოო ჯამში ეგ გვაძლევს იმას, რომ ესპანეთი ჩემი აზრით დამარცხებადი ნაკრები იქნება, აი გრანდებისთვის, ვისაც ყავთ ინდივიდუალურად საუკეთესო ფეხბურთელები. ესპანეთს არ მგონია რომ ამ სოფლიო ჩემპიონატზე რაღაცა ისეთი დაემართოს, აი რუსეთთან რო გავარდნენ და ეგეთი. ან მაგდონის ნაკრები არ წარმომიდგენია რომ ეგეთი დონის ნაკრებმა, აი თუნდაც ურუგვაი ავიღოთ პირობითად რა, ურუგვაის დონის ნაკრებმაც კი რომ მოუგოს ეგეც არ წარმომიდგენია. ესპანეთი ჩემი გადმოსახედიდან დამარცხება. თუ წაგებს ხოლმე ტოპებთან. აი საფრანგეთი, არგენტინა, ბრაზილია და დანარჩენები ვინც არიან. 4-5 ნაკრებია მაქსიმუმ ესპანეთს მომგები, ისიც ფავორიტ აუტსაიდერი არ არის ნაიქნი. ლამინ იამალის ფაქტორი გავეცანი ახალ ინტერვიუს, ძალიან სასაცილო ბავშვია. კარგიაო, რომ წინა წელს ვერ მოვიგეო ოქროს ბურთიო, ბავშვი ვიყავიო და კარგად ვერ გავიაზრებდიო ალბათო რა. და ჩემი мотиваციისთვის და ზრდისთვისო ალბათ კარგი იყო რომ ვერ მოვიგეო და როგორც შევატყვე ამ განწყობაში წელს უმიზნებს ოქროს ბურთის მოგებას და ეს არაფრით არ გამოვა თუ ესპანეთის ნაკრებთან ერთად მან არ ჩაატარა ძალიან მაღალ დონეზე მოკლედ ეს ჩემპიონატი. იქ გაბრწყინდება ლამინ იამალი. თუ ვინმესგან ველოდებით რომ უნდა იბრწყინოს, პირველი ეგ არის. ანუ გულისხმობ ისეთ მოთამაშეებს, რომლებიც პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე მიდიან მაგალითად. უკვე პირველ მსოფლიო ჩემპიონატს თამაშობს კაცი და უკვე სუპერვარსკვლავია. ხო, ეგეც ხო ზოგადად იშვიათი ამბავია, რომ არის სტატისტიკა, საერთოდ რაც ამ ადამიანის თავს ხდება. პირველ მსოფლიო ჩემპიონატზე ჩადის ფეხბურთელი და უკვე არის მოთამაშე, რომელზეც ყველაზე მეც ლაპარაკობენ. გასაგებია, რომ მესი, რონალდო, ყოველთვის მესი და რონალდო იქნებიან, მაგრამ ყველაზე მეც ლაპარაკობენ ლამინ იამალზე, რომ ეს არის ადამიანი, რომელზეც ველით, რომ ყველაზე ფერიული ფეხბურთი უნდა ითამაშოს. ესპანეთი საშიში მაგიტომაც არის, რომ გარდა იმისა, რაზეც წეღა მილაპარაკე, რომ ძალიან რთულია მაგუნთან თამაში ზოგადად. თან ეგეთი ინდივიდუალისტი დაემატათ რა. ალბათ ამ წლების განმავლობაში 2010-ის მერე რაც აკლდა ესპანეთს, იყო ეგ რომ ყველა მაგარი იყო, მაგრამ დაახლოებით თანაბარ დონეზე მაგარი ფეხბურთელები ყავდათ და ეხლა დაემატათ ტიპი, რომელიც ყველაზე მაგარი არის, ანუ სუპერვარსკვლავი, ესე გამოკვეთილი სუპერვარსკვლავი ესპანეთს დაემატა იამალის სახით. ასე რომ თან ზურგს უმაგრებს ის, რომ ძალიან მყარად ჩამოყალიბებული ფილოსოფია ამ ნაკრების, ურთულესად სათამაშოა ესპანეთთან ყოველთვის და დაემატათ იამალი, რომელიც არის თან გუნდური მოთამაშე, მაგრამ თან ისეთი ინდივიდუალისტი, სადაც არავისთან არაფერი არ გამოგივიდეს, ბოლო წამამდე მაინც იმედი გაქვს, რომ ამან შეიძლება საიდანღაც გოლი გამოაძროს ან მომენტი გამოაძროს. თან ისეთი რომ ანუ არც ის არ უნდა რომ ვინმეს გავდეს, ან მესის გავდეს, ან რონალდუს გავდეს, ან ვიღაცას მას უნდა რომ ის იყოს ლამინ იამალი. იამალისგან ნახე რაღაც თამაშებში, ხო, აი ინტერის დონის გუნდთან შარშან ნახევარ ფინალში კიდე რამდენიმე ძალიან რთულად სათამაშო გუნდთან როგორ ახერხებდა 60 კაცში მაინც სივრცეების პოვნას და გოლის პოვნას საბოლოოდ მართლა წარმოუდგენელი არის, ტალანტი არის, რომელსაც თუ არაფერი დაემართა 10 წლის მერე შეიძლება 5 ოქროს ბურთი თავისუფლად ქონოდა მოგებული. ეხლა რა ვიცი, თუ ესპანეთი გახდა ჩემპიონი და თუ იფრინა მიცემენ აფასს. მაგ შემთხვევაში ნამდვილად ალბათ ძალიან დიდი შანსი იქნება, რომ
იამალი გახდეს პირველი ოქროს ბურთის მფლობელი. ქონდა თუ არა ისეთი ემოცია, როგორიც ნახევარ მსოფლიოს, როცა კარლო ანჩელოტიმ შემადგენლობაში დაასახელა ნეიმარი? კი, მე ძალიან გამიხარდა. მიუხედავად იმისა, რომ ნეიმარზე არ ვიждები, თუნდაც იმის გამო, რაც გააკეთა თავის დროზე წავიდა ბარსელონადან, რითიც თავის თავს ავნო პირველ რიგში, ჩემი აზრით. ნახე ნეიმარის ნაირი ფეხბურთელი მსოფლიოს ჩემპიონატზე, როცა ჯერ ნეიმარი თამაშობს და მსოფლიოზე არ წაიყვანო, წარმოუდგენელია ეგეთი რამე რა, ნეიმარი არის მოთამაშე, რომელიც გიყვარს თუ არ გიყვარს, თუ ფეხბურთი გიყვარს, მაგის თამაში უნდა დატკბე. იმედია შევიდა, შევა ეგეთ ფორმაში, რომ ცოტა მეტი სათამაშო დრო მიიღოს, რაც შეიძლება ანჩელოტი ფიქრობდეს, არ ვიცი, რას ფიქრობს, უპირებს თუ არა ძირითადად შეათამაშოს, თუ მართლა იმას ეგრეთ თქვა, ხო, თუნდაც გუნდში რო იქნება ეგ კარგიაო ანჩელოტი, მაგით ახსნა მისი წაყვანა და ეხლა გუნდში იქნება სკამზე ნეიმარის ყურება არ მინდა, მე მინდა მოედანზე, ხო? და იმედი მაქვს, რომ ეგეთ ფორმაში შევა ნეიმარი, რომ რაც შეიძლება მეტი სათამაშო დრო მიიღოს, იმიტომ რომ მსოფლიოს ჩემპიონატი და ზოგადად ფეხბურთი, იმიტომ გვიყვარს, რომ ველოდებით ნეიმარისგან, ნაირი ხალხისგან რაღაცას ასწავლებს, რაღაც თავის გამოგონებულ ფინტებს თუ 1000 რაღაც რო აქვს ისეთი, როგორც ფეხბურთელი ერთადერთი დასანანი ის არის, რომ ბევრად მეტი შეეძლო, ბევრად მეტი თამაში უნდა გვენახა ნეიმარის, ბევრად უფრო ხშირად უნდა გვენახა ის მოედანზე, ვიდრე ვნახეთ მთელი მისი კარიერის განმავლობაში. კარგი გარემოცვა უნდა ყოლოდა თავის დროზე, კარგი შესაბამისი აზროვნების მშობლები, რომლებიც რჩევას მისცემდნენ. ალბათ უფრო მეტად პროფესიონალის უნდა ყოფილიყო, მარტო სხვებს რო არ დავაბრალოთ. ესეა რა, მაგის ნიჭი აქ არის და ეს რა ქვია, პროფესიონალიზმი აქ. არ ვამბობ, რომ ეხლა არა პროფესიონალია, თუნდაც მაგდონეზე ვერ ავიდოდა, მაგრამ როგორი ნიჭიერიც არის, ეგეთი პროფესიონალიც რო ყოფილიყო, სხვა ადამიანზე ვილაპარაკებდით ახლა. ძალიან ცუდი გადაწყვეტილება იყო. არ ვიცი. პარის სენ-ჟერმენში გადასვლა იმ დროს, იმ შემადგენლობაში ბარსელონა, იმ ტრიოს პირობებში, რაც მაშინ ბარსელონაში იყო, თუმცა რაღაც მომენტში მესმის, რომ ადამიანს პირადი ასეთი დონის ფეხბურთელს რაღაც ამბიციები აწუხებს, შესაძლოა ჯანსაღიც იყოს ეს ამბიცია, რომ მას ინდივიდუალურად უნდა იმის დამტკიცება, რომ პოტენციურად ოქროს ხო და პოტენციურად ოქროს ბურთის ღირსი იყო, მაგრამ ნუ წარიმართა ისე როგორც წარიმართა. და მივატეკით არგენტინის ეროვნულ გუნდს, რომელსაც დიდი ინტერესით ველოდები მე და სხვათა შორის ისევ განვიხილავ როგორც მინიმუმ ფინალისტს. რა შეიძლება ამ არგენტინაზე ითქვას, რამდენად გაიზარდა 2022 შემდეგ ეს გუნდი? ხო, მეც სხვათა შორის უიმედოდ არ ვარ განწყობილი. მგონია, რომ არგენტინას შეუძლია ისევ იბრძოლოს თასისთვის. რა თქმა უნდა, შენარჩუნება ყოველთვის პირველად რთულია ხოლმე, ახალი ამბავი არ არის, არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ ყველა განსაკუთრებული ყურადღებით იქნება. უბრალოდ მაგ გუნდის პლუსი არის ის, რომ იგივე გუნდია ფაქტობრივად. ეგ შეიძლება ერთი მხრივ კარგი იყოს, მეორე მხრივ ცუდი, მაგრამ ეს გამოცდილება მაინც ძალიან ბევრს ნიშნავს და შეთამაშება. თვალდახუჭული უგებენ ერთმანეთს მართლა ეს ფეხბურთელები. აი, მნიშვნელოვანი მოთამაშე, რომელიც აღარ არის დიმარია. დიმარია, რა თქმა უნდა, დიდი დანაკლისია, მაგრამ დაბერდა რამდენი წელი ითამაშებდა, ხო? დანარჩენი ვინც იყვნენ ფაქტობრივად იგივე ხალხი არის და რაღაცა პოზიციებზე ნიჭიერი მოთამაშეებიც გამოჩნდნენ, ხო? მე ძალიან მაინტერესებს სხვათა შორის ნიკო პასის თამაში სოფლიოზე, იმიტომ რომ ერთ-ერთი ეგ ფეხბურთელია, რომლისგანაც ველოდები რაღაც საინტერესოს, ხო? სოფლიოს ჩემპიონი მაგიდამაც არის ხოლმე, რომ დიდ ფორუმზე ეს ნიჭიერი ახალგაზრდები როგორ წარმოაჩენენ თავს და იამალზე ვილაპარაკეთ და ეხა იამალი გასაგებია ვინც არის და რაც არის, ნიკო პასი იქნება ერთ-ერთი ფეხბურთელი იმ ახალგაზრდებს შორის, რომლისგანაც რაღაც საინტერესო ამბებს ველოდები და გუნდს რაც შეეხება, რა ვიცი, სკალონი არის ჩემი აზრით ძალიან საინტერესო კაცი. კიდე ბევრს არ ლაპარაკობენ, მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოს ჩემპიონი გახდა, მსოფლიოს ჩემპიონი გუნდის მწვრთნელია, იმდენად ცოტა ის არის, რა ქვია, დაუფასებელიც მგონია, იმიტომ რომ ძალიან ცოტას ლაპარაკობენ სკალონიზე. მე ვფიქრობ, რომ ეს ატმოსფერო რაც არის. თვითონაც ესეთი ეგეთი ტიპია, ხო, ეხლა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა და ესე იდგა, რა ქვია, ერთი ხელი არ გაუნზრევია. ნუ რაღაც შაკეტილი ტიპია თითქოს, მაგრამ
კაი ტიპიც მგონია თან რატომღაც. მან და არის მთავარი ამბავი არგენტინის პრობლემა ყოველთვის იყო ხოლმე, სვაი არგენტინის ფეხბურთის ასოციაცია, იქ ვიღაცა მწვრთნელები, რომლებიც ვერასდროს ვერ ალაგებდნენ სიტუაციას გუნდში. მაინც ამხეთელები არიან, თავისებურად გიჟები არიან და ეგეთ ნაკრებებში და როცა მსოფლიოს ჩემპიონატზე არის ხოლმე საუბარი, მან თუ ყველაფერი ზედმიწევნით კარგად არ არის დაალაგებული უშუალოდ გუნდში, ატმოსფეროდან დაწყებული, ტაქტიკით დამთავრებული, მსოფლიოს ჩემპიონი ვერ გახდები. რაც შეეტყობს სკალონის ეგ სიტუაცია დაალაგებულია გუნდში. იქ ვალტერ სამუელია, რომელიც დაცვის ამბავში ეხმარება, იქ პაბლო აიმარია, რომელზეც ასევე ძალიან ცოტა საუბრობენ, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს სამწვრთნელო შტაბში. ასე რომ მე მგონია რომ ეს გამოსტილი და შეთამაშებული გუნდი, მაგათ ასევე мотиваცია არ აკლიათ და ასევე მგონია რომ რაღაცა ისე განიხილავენ რომ აი მესი მიდის და კარგია მესია მიდის და რაღაცა რომ იქნება ეკაია. მე არ მგონია რომ მესი უბრალოდ იქნება. მე მგონია რომ მესის თავისუფლად შეუძლია რომ ამ ჩემპიონატზეც საოცრებები აკეთოს, იმიტომ რომ რასაც გასაგებია რომ MLS-ია და დონე სხვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ კარგ ფორმაშია. რასაც უყურებ, იქრეებსაც აკეთებს ხოლმე, ძალიან კარგ ფორმაში არის და თან მესია და ასე რომ ისევ ლიდერი იქნება და ისევ მგონია რომ არაერთ გოლს გაიტანს კიდე ამ ჩემპიონატში. თუ მოიგო არგენტინამ მსოფლიო ჩემპიონატი კიდევ ერთხელ, მესი ისევ წაიღებს ოქროს ბურთს. ხო, ეგ არ ვიცი, ეგ ძალიან რთულია MLS-ში ნათამ მოთამაშე კაცი, მაგრამ გაჩნი როგორ მოიგებს. აი პირობითად რომ წარმოვიდგინოთ რომ რაც წინა მსოფლიოს ჩემპიონატზე გააკეთა, ისევ ეგრე თუ ითამაშა და არგენტინა მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო, მაშინ გამორიცხული საერთოდ არ არის გამბა. ნიკო პასი, ჩემთვის ნიკო პასი ამ სეზონში პრაქტიკულად აი რისი საშუალებაც იყო. თითქმის ყველა თამაში ვნახე კომოსი. ჩემი ახალი საფეხბურთო სიყვარული არის ნიკო პასი. უბრალოდ ვგიჟდები ამ ფეხბურთელზე და მის მონაცემებზე. მე თუ სწორად მახსოვს, პასი არ არის არგენტინაში დაბადებული ფეხბურთელი, თორცები ესპანეთშია დაბადებული, იქ არის გაზრდილი. აი ეს მომენტი რამდენად შეიძლება გადამწყვეტი იყოს, საერთოდ თვლი თუ არა რომ მას მიეცემა საკმაოდ დიდი დრო სათამაშოდ, იმიტომ რომ მისი პოზიცია ისეთია რომ კონკურენციაშია. კონკურენცია დიდია, მაგრამ მე მგონია რომ მიეცემა. საერთოდ არ მგონია რომ ეგეთი სეზონი ფეხბურთელმა ჩაატაროს საკლუბო სეზონი და თან ხსადი სერია მაინც და ნაკრებში ჩამოვიდეს და უბრალოდ ღრმათად არიგი იყოს. მით უმეტეს ეს მსოფლიოს ჩემპიონატი მაგის შესაძლებლობას იძლევა. პირველი თამაში ალჟირს, თან აქვს ალჟირი არ არის იმდენად სუსტი გუნდი, რომ რაღაცა ძირითადი შემადგენლობა არ გამოუყვანო, მაგრამ ეს მსოფლიოს ჩემპიონატი ჯგუფში მაინც იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ ტურიდან ტურამდე შემადგენლობა გადაახალისო და სულ ერთ და იგივე 11-ეულით არ ითამაშე. თუმცა ბოლო ტურში, როცა შეიძლება არგენტინას უკვე განაღდებული ქონდეს გასულ. თქვა თუ თავიდან პირველივე შეხვედრაში ძირითადში არ მოხვდა, დარწმუნებული ვარ, რომ პასი იქნება უახლოესი რეზერვი და ყველა თამაში შეიძლება ითამაშოს მინიმუმ შესვლაზე მაინც, მაგრამ სადღაც ძირითადშიც იქნება და თუ გააკეთა ის რაც აკეთებდა, აგერ თქვი რომ უყურე ყველა თამაშს ლამისო, თუ იქ რასაც აკეთებდა, ისე ითამაშა, მერე შეიძლება საფლეიოფო სტადიაზეც უკვე ძირითადის ფეხბურთელად მოგვევლინოს. თავარი არის რომ ეს თავისი ნიჭი და პოტენციალი გამოავლინოს და არ ვფიქრობ რომ სკალონი მაგას უყურებდეს როგორც ღრმათად არიგის მოთამაშეს. ხო, სხვათა შორის ძალიან საგულისხმო იყო ჩემთვის ნიკო პასის პოზიცია სეზონის დასრულების შემდეგ. სასწაული მოახდინა მართლა კომომ ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშებენ ეს ფეხბურთელები, არ ვიცი, ფაბრეგასის წვრილი რამხელა ამ ყველაფერში და ზოგადად თითოეული ფეხბურთელის წარმოუდგენელი საქმე გააკეთეს სერიაში. ხო, და ნიკო პასი ჩვენ ვიცით რომ მადრიდის რეალის საკუთრება არის და მან გამოთქვა სურვილი კი არა, მას უნდა რომ უახლოესი ერთი წელი გაატაროს კომოში და ის კომოდან წასვლას არ აპირებს და აი ეს ჩემთვის ადამიანურად აი რო შევაფასო უბრალოდ მისი როგორც ადამიანის პოზიცია არის აი ძალიან დასაფასებელი რა და ძალიან გულშემატკივრობ ამბიც მოკლედ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა იმაში რომ ჩემპიონთა ლიგაზე
გავიდნენ და რა გასაკვირია რომ ისევ ამ გუნდთან ერთად უნდადეს კიდე ერთ სეზონი უკვე ჩემპიონთა ლიგაზე ითამაშოს და ეგ დასაფასებელიც არის და არ მხოლოდ დასაფასებელი ჩემი აზრით სწორი გადაწყვეტილებაც არის, იმიტომ რომ რეალში მისვლას და დაბრუნებას, რეალში პირველ რიგში და გრანჩი თუნდაც ყოველთვის მოყვება ხოლმე რაღაცა პატარ-პატარა პრობლემები, მით უმეტეს კი, მაგრამ ისიც სათქმელია, რომ ვარსკვლავად ჩავა თუ ჩავა. ხო, მაგრამ ვარსკვლავი ვიცით რეალში რომ ვარსკვლავად ჩავიდა და მე ყველაფერი ისე არ აეწყო, როგორც ისურვებდა ესა თუ ის ფეხბურთელი და მან ხო ამ მით უმეტეს რეალში ახლა კი პერესმა მოიგო არჩევნები და რაღაცა გარდაქმნები იქნება ვიღაც უკვე ორი ფეხბურთელი დაიმატეს კიდე აპირებენ 150 მილიონიო ისო მოვრინიო უნდა დაბრუნდეს და მე მგონი თვითონ პასისთვისაც უკეთესი იქნება რომ უკვე დაალაგებულ რეალში მივიდეს და არა მაშინ როცა მწვრთნელი იცვლება და რაღაცა ბევრი სიახლე უნდა იყოს და ფაბრეგასის სახით ფაბრეგასი ვახსენე და ფაბრეგასის სახით მე მგონია რომ ძალიან საინტერესო მწვრთნელი მივიღეთ რომელსაც მომავალში უნდა დავაკვირდეთ, იმიტომ რომ კომოს გაყვანა ჩემპიონთა ლიგაზე და ეგ შემთხვევით არ ხდება ფაბრეგასმა. ბევრი რამე იცის ფეხბურთში და ფეხბურთზე და ახლა უკვე ესე წარმატებას მიაღწია, მე მგონი ადრე თუ ვიან, არა მხოლოდ ნიკოპას ფაბრეგასაც უნდა ველოდოთ რომელიმე გრანჩი. სხვათა შორის ფაბრეგასი იყო ისეთი ფეხბურთელი, რომ როგორებისგანაც მე კარგი მწვრთნელები დგებიან ხოლმე, როგორც ჭკვიანი ფეხბურთელი ყველა არ გამოდგა ჭკვიანი მწვრთნელი, ვინც მოედანზე ძალიან ჭკვიანი იყო, მაგრამ არც ცოტა გამოდგა ძალიან კაი მწვრთნელი და ფაბრეგასი ერთ-ერთი გამორჩეული ფეხბურთელი იყო მაგ მხრივ, ყველგან სადაც უთამაშია და როგორც მწვრთნელსაც ეთყობა, რომ თავისი იდეები, ხედვა აქვს და აგერ კი ვანახა ეგ ყველაფერი კომოსთან ერთად. გიო, როგორ ფიქრობ, როგორია შენი პროგნოზი? აი, ფინალისტები რომ დააპროგნოზო? ფინალისტები, ხო, ეგ რთულია, იმიტომ რომ შეიძლება ვინც ყველაზე კაი ხო გუნდი მეგონოს და ერთმანეთს შეხვდნენ მანამდე, მაგრამ მოდი ვიტყვი არგენტინას არ ვიქნები, ესა რა ქვია, თავმდაბალი თუ რაღაცა, მაინც ვიტყვი, იმიტომ რომ ჯერა რატომღაც ამ არგენტინის ნაკრების და მინდა. მაინც ძალიან რთულია მაგის გარტყმა და ბარემ იმას ვიტყვი, ვინცაც გულს შემადგენლობს და მეორე გუნდი, იცი რა, იგივე ფინალი ახლა როგორ წარმოვიდგინო, რომ ისევ არგენტინა, საფრანგეთი შეიძლება იყოს ფინალი, მაგრამ საფრანგეთი მართლა ძალიან ძლიერი მგონია, მან დეშამის ფაქტორია უბრალოდ. შეიძლება ხელი შემშლელი იყოს, მე მგონია რომ უნდა გაეშვათ დეშამი ბოლო მსოფლიოს მერე, ან ევროპის მერე მაინც იყოს პორტუგალია. აი არგენტინა, პორტუგალია იქნება ფეხბურთის აი ამ ეპოქის იდეალური დასასრული. ეგ არ არის იმდენად პროგნოზი, რამდენად სურვილი, მაგრამ იყოს ეგეთი პროგნოზი, რომ არგენტინა, პორტუგალია და მესი და რონალდო ვნახოთ მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ. მანამდეც რო შეხვდნენ ერთმანეთს, ეგეც ძალიან მაგარი იქნება. პლეი-ოფის რომელიღაც სტადიაზე, იმიტომ რომ მაგ თამაშს რო ვნახავთ უკვე ძალიან მაგარია, მაგრამ ფინალში თუ მოხდება ხო საერთოდ, რა ვიცი, მაგაზე უკეთესი რაღა უნდა იყოს, არ ვიცი. მაგარია ძალიან. არ მიფიქრია სხვათა შორის ეგეთ სცენარს. ხო, და რო დავფიქრდი, პორტუგალიაც ისეთი ძლიერი გუნდია, რომ რატო არა, რატო არა. ძალიან დიდი მადლობა. წარმატებები მინდა გისურვო, გააგრძელე აუცილებლად YouTube-ზე მოღვაწეობა. გააქვს შენ იმის ინტელექტუალური რესურსი, რომ საინტერესო რაღაცეები შესთავაზო და მე დიდი სიამოვნებით გიყურებ, აგერ შენს პირველ ვიდეოს ძალიან დიდი სიამოვნებით უყურე და მოგვიმზადა ეგეთი რაღაცეები. რაც არ არის პოპის ნაწილი და აი რაღაცა ისეთი რაღაცეები შეგიძლია მოძებნო ყოველთვის, რომელიც ხელმისაწვდომი არ არის ყველასთვის. რადგან ყველა ლაპარაკობს, ხა იმაზე კიდე ვიდეოების კეთება ბევრია, ხო და რაღაცა ისეთი მოსმენა ძალიან რთულია ხოლმე ერთი და იგივე. ცელი თემა, ფეხბურთის ისტორია არის ჩემ მარტო ის და ყოველთვის შეიძლება რაღაც საინტერესოს მიაგნო და ნამდვილად და შენ ეს შეგიძლია და არ დაანებო თავი, გამოიწერეთ გიორგის გვერდი. ძალიან გამიჭირდა სხვათა შორის მოძებნა. ბევრი გიორგი პავლიაშვილია. ან ლათინურად რო ჩავწერე ვერ დავარეგისტრირე ის იმდენი იყო და მე მომიწერა ქართულად დაწერა გიორგი პავლიაშვილი, იმიტომ რომ იქ ვერ შევედი იქ 15 თუ 20 გიორგი პავლიაშვილი. ხო, მე ეგრე მომიწია თორე ლათინურად. მე შეიძლება რამე სახელის დავარქვა, მოვიფიქრო და არხს დავარქვა სახელი ამ ნახე. დარქ. არ დაგეზაროს. დანიკოს პოდკასტს უყურებდით. თქვენ შეგახსენებთ აუცილებლად რომ გამოიწეროთ ჩვენი YouTube არხი დაგულე სპორტი. მოიწონოთ ჩვენი ვიდეოები, იმიტომ რომ ალგორითმს ეს მოწონებები ძალიან უყვარს და კომენტაროთ, გააზიაროთ.
თქვენი უკავშირი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის. 5000 გამომწერზე გვექნება გათამაშება და გავათამაშებთ PlayStation-ს. ასევე ჩვენი სპონსორების შესახებ Ronix-ი სამშობლო ხელსაწყოების კომპანია, რომელიც ნებისმიერ ფაზაზე და ნებისმიერ მოთხოვნაზე ამორგებული და სპორტული სახეობების მწარმოებელი კომპანია JAKA Sport. თქვენ ნანიკოს პოდკასტს უყურებთ, მე ერთი კვირით გემშვიდობებით. მადლობა რომ მიყურეთ.